მოგესალმებით. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიანიუსთან საუბარში ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტთან არსებულ გაუგებრობებზე პრეზიდენტის მიმართ და გამოყო სამი მთავარი საკითხი, რომელზეც მისივე თქმით მას პასუხები დღესაც არ აქვს და ელოდება ამ პასუხებს. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე დღეს გაგვაცნობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას. როგორც გურიანიუსთან ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, პირველი დაპირისპირება მასა და პრეზიდენტს შორის მოჰყვა პირველი ვეტოს სურვილს. საქმე ეხებოდა მოწმეთა დაკითხვის კანონპროექტს. დიახ, მაშინ პრეზიდენტი ახალი შემდგარი იყო თავისუფლებამოსილებებს. ეს კანონპროექტს განიხილავდა პარლამენტი, რომელიც მიიღო კიდევაც ეს კანონპროექტი. სხვათა შორის შეგახსენებთ, რომ ბევრი დაიწერა მაშინ თქვენთანაც ამ წესთან დაკავშირებით. მე ამ შემთხვევაში მოკლე პოზიციით ჩამოვიფარგლები თვითონ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თქვენთან ამავე ინტერვიუს პირველ ნაწილში აფიქსირებს თავის პოზიციას სწორედ აი ესეთ თეთრ საყელოსთან დაკავშირებით, ანუ გულისხმობს მოწმეთა დაკითხვის წესს, სადაც იგულისხმება მოწმეების სასამართლოში დაკითხვა. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირება ქართული ოცნების, თვითონ ყოფილი პრემიერი უკაცრავად დღეს აფიქსირებს იმ პოზიციას, რომ ეს რეფორმა გასატარებელია და მისაღებია ეს კანონი, სწორედ ამ პოზიციას იცავდა მაშინაც პრეზიდენტი. ეს იყო ქართული ოცნების საარჩევნო დაპირება, დღეს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეთანხმება, რომ შესაძლებელია ეს წესი და საქართველოს პრეზიდენტი დღესაც და მაშინაც სწორედ ამას ამბობდა და ამ პოზიციას აფიქსირებდა, რომ მოსამართლეთა დაკითხვა უნდა მომხდარიყო სასამართლოში. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში პრეზიდენტთან ურთიერთობაზე და გურიანიუსთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დაპირისპირება პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის, რაც ავტომატურად ნიშნავს მმართველი გუნდიდან არც თუ კონსტრუქციულ გაუგებრობებს და ამას მოქალაქეები ყოველდღიურად ვხედავთ. ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ხარჯებზე გრიფის საიდუმლოს არ მოხსნას მოხდა. მან დააკონკრეტა კიდეც, რომ პრეზიდენტმა სამჯერ თქვა უარი ამ გრიფის მოხსნაზე. დავიწყებ იქედან, რომ გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით ერთხელ იყო პრეზიდენტთან მიმართვა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ და ალბათ ჩვენ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რომ აი თქვენც კი ალბათ ბევრი შემთხვევა იცით და დღესაც არის ასეთი შემთხვევები, დარწმუნებული ვარ. ცნობილია ის, რომ გრიფის მოხსნა არ მოხსნის საკითხი არანაირად არ უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებებს. ანუ პროკურატურას შეეძლო ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები მაშინაც კი, როდესაც ამ დოკუმენტებს ედებოდა გრიფით საიდუმლო. გრიფით საიდუმლო მოხსნის მოტივი იყო ერთადერთი. მომხდარიყო ამ დოკუმენტაციების გასაჯაროება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გრიფით საიდუმლო და ეს უკვე აღარ არის გრიფით საიდუმლო მოხსნილია, ედო დოკუმენტებს, რომლებიც გულისხმობდნენ, რომლებშიც საკითხი იდგა 7 პიჯაკის და რამდენიმე სუშის ქვითრის ამბავს. ანუ განვმეორდები, გრიფის მოხსნა ხელს არ უშლიდა არანაირად პროკურატურას ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს ხელს აძლევდა მხოლოდ იმაში, რომ მას გაესაჯაროებინა და მოსახლეობისთვის ემცნო, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ 7 პიჯაკისა და პრეზიდენტის მიმართ 7 პიჯაკისა და რამდენიმე სუშის არ მახსოვს რამდენი 3 თუ 4 სუშის ქვითრის გამო. საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყო შემდეგი, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს დევნის 7 პიჯაკისა და 3 შუშის გამო დამერთანხმებით ალბათ თქვენს რომ არ გამოიყურება სათანადოდ, ხომ? ჩვენ გვახსოვს საზოგადოება, რომელიც ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებდა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ნუ თუ ისინი ამ ბრალდებებს 7 პიჯაკის და 3 სუშის
ქვითრის გამო ედავებოდნენ? კარგად გვახსოვს, რომ არა. სწორედ ამას ამბობდა პრეზიდენტი, რომ გასაჯაროება ამ ფაქტის ხელს არ აძლევდა არც საქართველოს როგორც სახელმწიფოს, არც ქართულ ოცნებას როგორც კოალიციას და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აყენებდა მომდგებიან მდგომარეობაში. ეს ესეც მოხდა. ამ კონკრეტული საქმის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვდევნით აი ამ პიჯაკებზე და სუშებზე და არა იმ ბრალდებებზე, რომლებიც ამდენი წელია გვესმის. თქვენ ახსენეთ, რომ მართლ გუნდთან ერთად რომელთანაც მოვიდა პრეზიდენტი. გულისტკივილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გურიანისთან ინტერვიუში კარგად ჩანს და აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს, რომ პრეზიდენტი დაუპირისპირდა იმ გუნდს, სწორედ რომელმაც ის პრეზიდენტად მოიყვანა და ხელისუფლებაში ვისთან ერთადაც მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ საქართველოს პრეზიდენტის გნებავთ საპარლამენტო გამოსვლებს, გნებავთ საჯარო გამოსვლებს, გნებავთ მის ეთერში ინტერვიუებს ან ჟურნალისტებთან. მისი ყველა გამოსვლაში დავინახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არა მხოლოდ ამ გუნდთან ერთად გახდა პრეზიდენტი, იგი გახდათ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, იგი გახდათ განათლების მინისტრი, ალბათ ყველას კარგად გვახსოვს. ყოველთვის მოუწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას დაიცვას ის დანაპირები, რომელიც მან გასცა როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ანუ ქართული ოცნების კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის დროს წინ. ასევე სამთავრობო გეგმაში. შეგახსენებთ, მაგალითად პროკურატურის შესახებ კანონი. ეს არის როგორც ქართული ოცნების კოალიციის საარჩევნო პროგრამაში, ასევე სამთავრობო გეგმაში. უშიშროების შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შესახებ. რა ვიცი, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების შესახებ. ყველა ის მოწოდება გნებავთ თუ შენიშვნა თუ მითითება ან ხაზგასმა, როგორც გნებავთ, ისე დავარქვათ, ყოველთვის არის სწორად იმ დანაპირებებიდან ამოსული შეხსენება, რომელიც მათ ერთად დადეს წინა როგორც არჩევნებამდე, ასევე უკვე როგორც ხელისუფლებაში არსებულმა გუნდმა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გარდა თავისი გუნდის წევრებთან წინაშე აქვს ვალდებულება, რომ გაიხსენოს ეს დანაპირებები. ასევე იმ ამომრჩევლის წინაშეც აქვს ვალდებულება, რომელთაც მიცა ეს დაპირება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, სანამ განათლების მინისტრი გახდებოდა, ასევე მანამდე როგორც პრეზიდენტი. საინტერესოა მე როგორც პრეზიდენტმა. საინტერესოა, რომ ზოგადად ძალიან კარგია და განვითარებისთვის, ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისთვის მართლაც საჭიროა, რომ ხელისუფლებას შტოებს შორის იყოს სწორედ კრიტიკული დამოკიდებულება, ურთიერთმონიტორინგი და ხანდახან დაპირისპირებაც კი, მაგრამ ამას სჭირდება თავისი ფარგლები და საზღვრები და ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონიერების ჩარჩოში მოქცეული. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსაზრება არის საინტერესო, ალბათ ჩვენი მოგვეცემამ შემდგომ საშუალება შემდეგ, რომ თავად პრეზიდენტმა უპასუხოს ამ ჩვენ კითხვებს. რამდენად არის საჭირო კი არა, აუცილებლობას რამდენად ხედავს ადმინისტრაცია, რომ ეს ურთიერთობები გადავიდეს სხვა ფორმატში, დაპირისპირებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არ იყოს პირადი წყენები, არ იყოს რაღაც წარსულის გახსენება, ან გარკვეულწილად ხანდახან კანონზე უარის თქმაც. და ამ შტოებს შორის იყოს სწორედ კანონის დაცვის მოთხოვნის წყენა, ასე ვთქვათ. მესმის თქვენი შეკითხვა, მე ვალდებული ვარ მას მედიაში დასმული შეკითხვები გადავცა საქართველოს პრეზიდენტს.